თემქაზე ვანო ნადირაძის საცხოვრებელ სახლში ქართველი მებრძოლის პანაშვიდები მიმდინარეობს უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი სამშობლოში გუშინ ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვიცე-პოლკოვნიკს ოჯახმა, ახლობლებმა და საზოგადოებამ პატივი მიაგეს. უკრაინაში დაღუპული სხვა არაერთი მებრძოლის ჩამოსვენების შემთხვევისგან განსხვავებით ვანო ნადირაძის ცხედარს აეროპორტში არ დახვედრია საპატიო ყარაული. თავდაცვის სამინისტროს ჯერ ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია. ვანო ნადირაძეს სამშაბათს თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ვანომ იმდენი რამე გააკეთა ამ ქვეყნისთვის, იმდენი რამე შეძლო და ბოლოს ესეთი დიდი ტკივილი დაგვიტოვა, ხალხი არ ვიცი, ზღვა ხალხია მოსული, ერთადერთი მისი ოცნება ამ საქართველოს ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და ფეხის დადგმა უნდა და ცოცხალს სამწუხაროდ ეს ვეღარ შეძლო. არ ვიცი, ბევრს ვერაფერს ვამბობ. დიდი ტკივილია ჩემთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ყველა მებრძოლს. ვანო ნადირაძე მოგეხსენებათ, წლებია უკვე მსახურობდა როგორც საქართველოსთვის, საქართველოს გამთლიანებისთვის, ასევე უკრაინის მთლიანობისთვის ტერიტორიული, ყველა ქართველზე გული შესტკიოდა რაღაცას რო გაიგებდა, პირველი გარბოდა ყველგან და ყოველთვის და ვიცი, ჩემთვის ძალიან დიდი დანაკარგია როგორც ადამიანის, ასევე როგორც მებრძოლის, ჩემთვის როგორც მამამ ასე იყო. ამ ტრაგედიას ვიზიარებ ოჯახთან ერთად და უსამძიმრებ მათ. დღეს კიდევ ერთი ჩვენი გმირი ვანო ნადირაძე ჩამოასვენეთ საქართველოში, რომ ბოლოს ასე გავაცილოთ. ცოცხალი ლეგენდა და დღეს სამწუხაროდ ის აღარ არის და სამაგეროდ მისი სული, რავი, მთელი საუკუნეების მანძილზე იცოცხლებს და რავი, ან თაობებს გადაყვება მართლა, გადაყვება მისი გმირობების საქმე. თავის სიცოცხლის ყოველ წუთას ებრძოდა და რავი, არც აფხაზეთის ომი, არც აგვისტოს ომი, არც რუსეთ-უკრაინის ომი არ გამოუტოვებია და რავი, ეს კიდევ ერთი დადასტურებაა მისი გარდაცვალება, რომ რავი, მთელი ცხოვრება შეწირა მტერთან და მათ შორის საქართველოს მტერთან ბრძოლას. ეს იყო ადამიანი, არის ადამიანი, ეს არის გმირი, ნამდვილი გმირი, ნამდვილი მეომარი, ნამდვილი საქართველოს პატრიოტი. და დღეს რას ვხედავთ? ეს რუსული მთავრობა, კიდევ ერთხელ კი ვიცოდით რომ რუსული იყო, საპატიო ყარაულიც კი არ დაახვედრა ეროვნულ გმირს.